ეს ჩემი დიდი ბებია ნაზიქტარია, მაჩვენე. მისი პირველი სიყვარული გამყიდველი იყო, მაგრამ ქორწილის დღეს მიატოვა. მერე მთელი ცხოვრება უბედური იყო. იმ დროში სირცხვილი იყო ასეთი რამ. მერე ბებია ჩემი ტულკანი. მას რა დაემართა? ხო, გამახსენდა. ქორწილის დღეს. სოფელში ხომ ზეიმობდნენ. მსახიობები და მომღერლები ჩამოჰყავდათ. მისი საქმრო კი ერთ-ერთ მსახიობთან ერთად გაიქცა სოფლიდან. რა, ეს ისტორია მესმის? ხო, მსახიობმა შეაბადა საქმრო წაართვა. აი ასე ბედნიერება არ ეღირსა. ეს დეიდა გულია? რა ლამაზია, ცხონებული. ხო, ძალიან ლამაზი იყო დედა. პირველმა სიყვარულმა ისიც მიატოვა. მერე მამას გაყვაცოლად, მაგრამ ის იქამდე მოკვდა, სანამ მე დავიბადებოდი. ღმერთმა აცხონოს და ამინ. როცა პირველ სიყვარულს არ მიყვები ცოლად, მთელი ცხოვრება უბედური ხარ. ამის ყველაზე ნათელი და ცხადი მაგალითი ჩემი დეიდაა. დეიდა იასემინი, საბრალო. ამასაც მოგიყვები. რას? მოკლედ, პირველი სიყვარული იპოვა, ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ქორწილის დღეც დანიშნეს. ყველა ვემზადებოდით. პატარა ვიყავი და ბუნდოვნად მახსოვს. რეგისტრატორმა კითხა თანახმა იყო თუ არა. დეიდამ უპასუხა დიახ. მაგრამ ამ დროს კარი გაიღო და ბავშვები შემოცვიდნენ. სიძეს დაესივნენ და წაიყვანეს. ცოლიანი აღმოჩნდა. მაგრამ დეიდა არ დანებდა და კიდევ ერთხელ სცადა. არ წახვიდე ჩემთან დარჩი. არ წახვიდე, არ წახვიდე, არ წახვიდე. არ წახვიდე. მერე კიდევ სცადა. არდა. სად მირბიხარ არდა? ვერ დამტოვებ, მოდი აქ. სად მიდიხარ არდა? არდა. დეიდას ყველა ტოვებდა. იასემის შეხედეთ რეები გადაუტანია. მოიცადე. მხოლოდ ერთმა ადამიანმა შეძლო ამ კარმის დამარცხება. აი ხომ ხედავ? ყოველთვის ყველაფერი ცუდად ვერ იქნება. ხო, მოიცადე გაჩვენებ. აი, სიძე მუხლებზე დგას? ნუ დასცინი გოგო. ცოტა დაბალია, მაგრამ ნამდვილი ლომია. ლომი. აი ასე, ქალმა გონება აერჩია. ის შეიყვარა, ვისაც უყვარდა. ჭკვიანურად გათხოვდა და ბედნიერია დღემდე. აი ასე. ყველა გონებას რომ ერჩევდეს გულის ნაცვლად, ბედნიერი იქნებოდა, არა? ჩემო დაიკო. დეიდა რეკავს, გამომართვიეს. არ წამოგცდეს რომ როზგარს გაყვები ცოლად. დეიდა, წავიდა, მორჩა, ყველაფერი დამთავრდა. ადა, გაფუჭებული კასეტასავით ერთსა და იგივეს მეორებ ჩემო ლამაზო. ჯერ დამშვიდი და ნორმალურად ამეხსენი რა მოხდა. მითხრა რომ ის უფრო ლამაზი. ჭკვიანი და წარმატებულია. ადგა და წავიდა. დეიდა იასემი, მე სიძე მოვიყვანე მაგალითად. ხო, რა მეუთხარი? გაჩვენდი შვილო, არაფერი იცი. გოგოებო, გამასწორეთ, ვერ გხედავთ. ახლავე. მისმინე შვილო, ცრემლებით ვერაფერს შეცვლი, გესმის? მეც მაგას ვეუბნები. სელინ, შენ გაჩვენდი. ადა, ჩემო ლამაზო. კაცები არასდროს იზრდებიან, უბრალოდ წვერები ამოსდით. ყოველთვის წყობს აკიდებიან ხოლმე. რა გააკეთა იმ გოგომ? როზგარი შეაბა. ხო, შეაბა, მოაჯადოვა. Büyü yapmış, evet. ადა, ჩემო ლამაზო. ჩემო სიცოცხლე. შენს კარგად იცი რა გადავიტანე. უიღბლო ქალებში გაიზარდე ჩემო სიცოცხლე. კარგი ფრაზაა. დეიდა იასემინ, თქვენ ხომ არ ხართ გათხოვილი, მაგრამ როგორღაც ცოცხლობთ. აბა მე მკითხე. ხო, ბევრი გადაიტანეთ. ბოლოს რომ მიმატოვეს ჩემს და შაქარი 400-ზე აუარდა. ჩემს გამო გახდა დიაბეტიკი. ადა,
დანერგიზის საყვარელი გოგოა და გულმა ჩაგვაბარა. შეიძლება ეს ამბავი რომ გაიგოს მოკვდეს. ღმერთმა დაიფაროს, ამას ნუ ამბობ გეყოფა. ღმერთმა დაიფაროს. ამიტომაც რა უნდა გააკეთო? ფეხზე ადექი და იბრძოლე შვილო. იმ ქალმა კაცი წაგართვა. ამიტომაც შენც იგივე უნდა გააკეთო. ხო, მაგრამ როგორ? მის ბუნაკში უნდა შეხვიდე. ბუნაკში? ხო, ბუნაკში. სელინ, ამდენი ხანი ტყუილად რომ ლაპარაკობდი, ახლა რატომ გაჩვენდი? არ გინდა შენი მეგობარი ბედნიერი იყოს? დავიასამინ მინდა, მაგრამ უნდა. მინდა რომ ბედნიერი იყოს. ხო. მაშინ მომისმინეთ. მოკლედ ვიწყებ. ნაბიჯი პირველი. ჩემო სამყარო, შენ ხარ ჩემი სამყარო. ღმერთმა გვაჩუქა შენი თავი, გვითხრა მოეფერეთ და გაუფრთხილდითო. ზაფერ. მიდი ჯამე. ზაფერ. პირი გააღეშვილო. დილამშვიდობისა პრინცესა. მა პრინცესა ელიფი ვარ? ო, ჩემი ერთადერთი სიყვარული ხარ. მოდი ჩემთან. მოდი ვისაუზმოთ. დილამშვიდობის. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ბიძია. გუშინ სახლში რომ არ მოხვედი, ელიფმა არ ჭამა. გაითვალისწინეს. პრინცესა, ჩვენ რაზე შევთანხმდით? ხახვიანი იყო. კარგი, მაშინ არა უშავს. გეყოფათ. ხახვით საჭმელია. პირი გააღე. გავიგე კომპანია გაგიფართოვებია. გილოცავ. მადლობა მამა. მაგრამ შენ როგორ გაიგე? ბანკის დირექტორმა დამირეკა. კრედიტი იგითხოვია. გითხრათ ავდევში დავდგები თუ არა? ვერ ხვდები რაში დამჭირდა თავდები. შენ რატომ შეგაწუხეს? არ გჭირდება, მაგრამ ეს ხალხი სხვაგვარად ფიქრობს. რა გავაკეთო? რა სისულელეა? მამა-შვილს შორის ფულზე ლაპარაკი შეიძლება? შეიძლება, ძალიან კარგად შეიძლება. შენი შვილი ძალიან ჯიუტია, ამიტომაც ყველაფერზე უნდა ვილაპარაკოთ. იმის მაგივრად რომ ჩემი ადგილი დაიკავოს და ბიზნესი მართოს, რაღაც ინტერნეტ პორტალს შეაკვდა. არ ვიცი, მე მეტი აღარ შემიძლია. ზაფერ. დააცა დედა. აშკარად ვეღარ იკავებს ამ აგრესიას გულში. ინჟინერია იმიტომ ვისწავლე, რომ შენ გინდოდა და მეც გასიამოვნე. მაგრამ ჩემი ოცნება სოციალური პლატფორმის შექმნა იყო. ბედნიერი ვარ, რომ დღითი დღე ვფართოვდებით. ორფრთხილად გაფართოებას არის გოა. ძირს არ დაეცე, ამით არ გასიამოვნებ. გამნაყრდი. შვილო, არაფერი გიჭამია. პრინცესა. პრინცესა, მე სამსახურში მივდივარ. შენი საუზმე და ბები არ გააბრაზო. კარგი? კარგი. მბირდები? ბედები. ოჩახ, მოდი ჩემთან. მიდი ახლა შენ საკოცებიძიას. მადლობა საყვარელო, დროებით გამოთ. მე რაღაც საქმეები მაქვს. ასე რომ უნდა წავიდე. ზაფერ, რა საკეთებ? ბორა ამ სახლში ელიფის გამო დაბრუნდა. გინდა რომ ისევ წავიდეს? ბიძია წავა? რა სისულელეა, საიდან მოიტანე? ეს მინ გითხრა ელიფ. ბიძია სად უნდა წავიდეს, ჩემო პრინცესა? Ada, საყვარელო. Alo? Teyzeciğim. დეიდა. Ada, მეც მინდოდა შენთან დარეკვა. უცნაური წინადგრძნობა მაქვს. კარგია რომ დამირეკე. კარგად ხარ?
İyiyim კი teyze. დეიდა, კარგად İyi, ne ვარ. olacak ki? Ცუდად Her şey რატომ yolunda, დავიყო, hiç merak ყველაფერი etme. კარგად არის. Siz nasılsınız? არი დარდო, შენ როგორ ხარ? İyiyiz. კარგად. İyiyiz işte. ხვალ yola წამოვართ çıkacağız. სტამბოლში. Ben de tam ზუსტად onun için ამიტომ aramıştım. დაგირეკე. Teyze siz დეიდა, eve ხვალ geldi. არ ჩამოხვიდეთ. Hayırdır ne რატომ oldu? რა მოხდა? Benim ჩემი bir მეგობარი arkadaşım მიფრინავს ტაჯიკეთში restorana gidiyor და მის da. მაგივრად ვარ მორიგე. Ben onun yerine Ამიტომ mesai გეუბნები. kalacağım bu hafta. O yüzden. შემდეგ Siz კვირას haftaya ჩამოდით. Tacikistan'a. ტაჯიკეთში? ხო, Tacikistan. ტაჯიკეთში. Evet. შემდეგ კვირას çamodit დეიდა. ასე აჯობებს. Daha rahat olur. Ben size Tu çamoxval და ვერ დაგვხვდები, ვინ ერბიულებ? Çok üzüldüm. Aklım sizde თან kaldı. მარტო Evde რა yalnız უნდა ne აკეთოთ? yapacaksınız? Öyle შემდეგ haftaya უქმეებზე გალოდებით, კარგი? Tabii canım. კარგი tabii, საყვარელო, biz რა haftaya პრობლემაა? geliriz, hiç problem შემდეგ değil, კვირას sen ჩამოვალთ, gelirsin. შენ არი დარდო. Tamam teyze. კარგი დეიდა, მაშინ O კოცნი. zaman öpüyorum ben ჩვენები sizi. მომიკითხე. Evetleri selam, hürmetler. წავედი დეიდა, Öpüyorum teyze, გაკოცე. görüşürüz. დროებით. Bye bye. Söz teyze. პირდები დეიდა. Söz bu sondu. პირდები რომ Bir daha ბოლო sana იყო, yalan არასდროს söylemeyeceğim. მოგატყუებ, Tamam, მართლა. bitti, bu sondu. ხალიფე, საყვარელო დანაყრდი? ახლა შეგიძლია და ხალიფეს ეთამაშო და მეც მალე მოვალ, კარგი? ზაფერ რას აკეთებ? თუ ასე გააგრძელებ, შვილსაც დაკარგავ და შვილიშვილსაც. ამას ხვდები მაინც? ბერმან გეყოფა რა. ისევ წოწონი დაიწყე. ყველაფერი მეწვის. მე თუ არა შენი შვილიშვილი მაინც შეიცოდე. მშობლების დაკარგვის შემდეგ ბიძამის მიეჯაჭვე. მაგრამ თუ ასე გააგრძელებ მოქცევას, ამ სახლიდან ორივე წავა. თუ ეს მოხდება, გაითვალისწინე რომ მეც წავალ და მარტო დარჩები. მე ვნახოთ რა სიზა. დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობის. სად იყავი? გუშინდელიდან გეძებ, სად გაქრი? თავი მისკდება. მაშინ უნდა დამეზინა სახში როგორც კი მივედი. შენ რაკენი დაეჯერე მომენტი. მე რომ გეუბნებოდი. დავიჭირე. მომეწევი რა. ინტერესით ვგუდები. როზგარს ვაკოცე ბორასთან დასწრებით. რა? შენ მომწერე რომ 6 წუთი დამჭა რა მექნა. იმპროვიზაცია გადავწყვიდე. Ben şöyle bir ფლირტოობა მინდოდა, მაგრამ ვერ მოვასწარი. Adam yapıştı. ამას შეხედე. და იმასაც მეტი რაღა უნდოდა. ხო, ბორამ რა გააკეთა? İşim var dedi. თქვა რომ საქმე კონდა და წავიდა. თათბირზეც არ მოსულა. კარგია. ესე იგი ეჭვიანა. ჩემო სულთანო არ დაგავიწყდეს რომ ეჭვიანობა კარგია სიყვარულისთვის. Kıskandı. ასე ფიქრობ? რა თქმა უნდა. ადრეს გითხარი რომ კაცი ბავშვით არის. გიჟდება. როცა სათამაშოს ართმევე. განსაკუთრებით კი ნაცნობ და ლამაზ სათამაშოს. ამიტომ არ დაგავიწყდეს რომ უნდა გაახსენო, რამდენად საჭირო ხარ. ეს როზგარი ბორას მოსწონდა. როცა სამსახურში მოვიდა. ანუ ახლა ჩვენ გამოდის რომ ilk girdiğinde Bora'nın gözüne girmeyi başardı. Bu da demek oluyor ki biz... Anne. რა? Yani doğru სწორ გზაზე ვართ. Seneden არ შეიძლება რამეს შენით მიხვდე. Umarım dedim. იმედია ისეა როგორც ამბობ. sanki başka სხვა გზა გააქვს? Sultan სულთანო, სხვა რა უნდა გავაკეთოთ? Yani bak რამდენი წელია ცდილობ მის შექმნას. Azı çıktı. ცოტა ქალური იყავი. Bir kadın რა არის ქალისთვის საუკეთესო იარაღი? kıskandı. ეჭვიანობა. Bu plan თუ ეს გეგმა არ იმუშავებს, გაგაგდებ ხომ იცი? Değil mi? Malum oldu bir şey. ვიცი რომ რაღაც ხდება. Ben boşu ყველა boşuna არ ვინერვიულებდი. Yolla sen ასეთი kızı, გოგო bir de სტამბოლში bulursun. რომ გავუშვი რამე გონა. İnsan başka bir şey bulur. ნიგეს. Hayırdır? რა ხდება არ აღჭირს? Neyin var? სახეზე ფერი არ გადევს. Benim içim Bu hiç nerviyuva rahat değil baslan. aslanım. Söylemeyi არც კი ვიცი dilim როგორ varmıyor გითხრა. da. Bu adam მგონი ადას სუდი ბიჭი შეუყვარდა. Nane şeker. საყვარელო ეს რა სიტყვებია, აღარ გაიმეორო მეტი. yok yok. არა, არა. Ben bilirim. მოგრძნობ რომ რაღაცას მიმალავს, Hissediyorum ben მაგრამ ya. არ ვიცი რას. Bu bizden bir şey ცოტა saklıyor ხნის da წინ ne? დამირეკა.
Demin aradım. მითხრა ჩემი მეგობარი Hafta sonu ტაჯიკეთში მიდის Tacikistan'a giden bir და უნდა arkadaşının შევცვალო. yerine mesaiye kalacakmış. Tacikistan. ტაჯიკეთში? ხო და მითხრა იქეთ კვირას ჩამოდითო. Ben diyorum იცი რა ვიფიქრე? sen akşam Mağazaya biraz adre erken davqedot. kapat. Erkenden მე gel. სახლში მოდი და წავიდეთ. Biz hemen yola Ara çıkalım. sitqvi. Ha? Ne diyorsun? Baskın yapalım. ანუ დავადგეთ. Makul. მართალია, Yapalım. თავზე უნდა დავადგეთ. Bana bak. იასემის არაფერი söyleme, უთხრა. ha? Bu ჭორიკანა ağzından და bastan მაშინვე bir დაურეკავს. yetiştiririm ha. ნერგის, ჩემზე ამას როგორ ფიქრობ? არ გერცხმენია. Yazık. Hayır canım არა ვიცი რომ ağzından ცუდი ზრახვა არ böyle გაქვს boş მაგრამ konuş. არ გინდა. Aslancığım, ასლან İslam უბრალოდ şahsına გაგაფრთხილე რომ არ kaçırıyorsun. წამოგწდეს. Aslan, კარგი, Allah რა aşkına, ისედაც zaten ცუდად canım ვარ, რა burada. წყენს? Ne trip atıyorsun şu an? შენ მაინც არ მანერვიულო. Tamam geç. კარგი გააგრძელე მერე. Tamam. Bu kadar mı Rüzgar? სულ ეგ არის როზგარო. დიახ. Tamam. კარგი ბოლო ორი გამოვიყენოთ, მაგრამ ცოტა sinათლე და ამატე. Kontrast. Bir geri gel. აი აქ კი ყვავილები. Bir tık açalım. Tabii. Bravo. კარგი. Eline sağlık. ოჩახ, კარგი ნამუშევარია. Dün öğle yemeğinde bana იმედიაზე ვიფიქრე გუშინ სადელზე რომ მითხარი. ძალიან მომწონს. რეკლამისთვის ფოტოები გვინდა როზგარ. კარგი. რა თქმა უნდა ბორა. 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 უბრალოდ ბორა. კარგი ბორა. მაშინ ახლა წავალ და ფოტოების თემატიკაზე ვიფიქრებ. Eline sağlık. კარგი შეგიძლია წახვიდე. მადლობა. ქალბატონო თურჩა. დროებით. Olağanüstü. ძალიან ნიჭიერი ბიჭი არა ქალბატონო თურჩა. ძალიან. Hem magazin მეტი კლიენტი ყოფს მისი წყალობით. Ben მეგონა როზგარი არ მოგწონდა, მაგრამ უშინდელი თქვენი სცენით გაოცებული დარჩი. Bak çok utandım. ძალიან მწვენია, მაგრამ Ama o kadar ისე çok მთხოვა, ısrar etti ki, გადავწყვიტე შანსი ben მიმეცა. şans vereyim dedim. Ama haklısın. მართალი çiftliğinde ხარ, böyle yapınca ხალხის თანდასწრებით ben რომ de მაკოცა მეც şaşırdım გამეკვირდა. açıkçası. Ne yapsam sence? შენი აზრით როგორ უნდა მოვიქცე? ხომ ისეთ რომ კომპანიაში ასეთი რაღაცები არ მომწონს. რატომ ბორა? Yani ნუ თუ aşkın yeri mi olur? სიყვარულისთვის ადგილი არსებობს. Kime nerede nasıl aşık არ იცი ვინ როდის შეგიყვარდება, ასე არ არის? Haksız mıyım? Bak işte bu. ეს იმ ხალხის თავის გასამართებელი არგუმენტია, ვინც ემოციებს ვერ აკონტროლებს. თანამშრომელი რომ იყო და არა პარტნიორი, ყველაფერი ასე მარტივად აღარ იქნებოდა. olmazdı. Anladım. გასაგებია. Sevindim. ძალიან კარგი. Görüşürüz. დროებით. Tamam. დროებით. Odamdayım. ჩემს კაბინეტში ვიქნები. Merhabalar. გამარჯობა. Kolaylıklar იოლის სამუშაო. Ben Bora ბატონ Bey'le ბორასთან görüşecektim. მინდა შეხვედრა. Yani რაზე? iş var. გასაუბრებაზე. Buyurun benimle. კარგი, წამობრძანდით. Geleyim. გთხოვთ. Masadaki formları აქ დაგველოდეთ და მიგიღებთ. Merhabalar. გამარჯობა. გამარჯობა. Formumuzu ანკეტას ავიღებ İyi olan და ეს საუკეთესომ გაიმარჯოს. Evli misin? გათხოვილი ხარ? Evet, ne oldu? ო, რა ხდება? Geçmiş olsun. ვიზიარებ საყვარელო. Nereye gidersen ყველგან გასათხოვრებს ენიჭებათ პრივილეგია. Kocaymış, რადგან çocuk ფიქრობენ, რომ düşüşü ქმარი და შვილები yaşayan ყურადღებას neyse, უფანტავს neyse. ქალს. ხო, Maaşlamıyor musun? ხელფასი რა დაწერე? 3. 8. 8 დაწერე. Bora Bey ბატონი en ბორა fazla მათ maaş აიყვანს, talep edeni ciddiye alıyormuş. ვისაც მეტის ამბიცია აქვს, მე ივაჭრებთ და სასურველ თანხამდე ჩამოხვალთ. Ben açık öğretim ვისაც öğretmeniyim. უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია, არც კი განიხილავენ. Üniversite mezunu Anketები olmayıp მომეცით. bile geçirmiyorlarmış zaten. Evet formları. ანკეტები მომეცით. ინებეთ. Ama en son sen შენ geldin. ბოლო მოხვედი. Feedback verdim უკვე ama. დავამთავრე. Ama biz kaç saat რამდენი bekliyoruz? საათია ველოდებით? რას ვიზამთ? Bora Bey çağırdı beni. ბატონმა ბორამ დამიბარა. ბატონმა ბორამ თავისი სავიზიტო ბარათი მომცა. Biraz kedim მაგრამ yedi კატამ de დამიხია şunu yuttu falan. და O ამიტომ yüzden არის aldık შელახული. orada. Ama hiç sorun ხომ არა değil. უშავს İmzası არა? duruyor.
imzasını tanırsınız ეს ნამდვილად თქვენი უფროსის სავიზიტო ბარათია. შეამოწმეთ. Prosedür gereği. მითხრა მოსვლა უბრალოდ ფორმალობაა, სამსახური აქვს ჩემთვის. Bunları ამათ მაინც გაუშვებს. აი ნახავთ. Gel. შემოდი. Form masaya ანკეტა bırakabilirsiniz. მაგიდაზე დატოვეთ. Ada Tözün. ადა ტუზონე 1995 1995 წელს დაბადებული. დამთავრდა სასწავლებელი სტამბოლში. ფაკულტეტი ფილოლოგია. გასათხოვარია. selam. გამარჯობა. მის მენე რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხო, მაგრამ უბრალო პასუხი მჭირდება. დიახ, აქ რას აკეთებ? Başınız მითხარით რომ უნდა დაბერეკა. Kartınızı სავიზიტო ბარათიც დამიტოვეთ. vermiştiniz. Evet sen de benim... ო, რომელიც ჩემს თვალწინ დახია. Değil mi? მართლა? არც კი მახსოვდა. Böyle bir şey yaşandı. ცუდად ვიყავი. İlaçların წამლების ბრალი იყო. გავითიშე. ხომ გესმით? Şuursuz. გაითიშე არა? Evet. O az önce... და მე ჩემი სავიზიტო ბარათი აღადგინა. ხომ ასეა? Versene. მომეცი. არა. Verir misin? მომეცი მაინტერესებს. hiçbir görmediniz. თქვენი სავიზიტო ბარათი არ გინახავთ? მომეცი მეთქი. მაგარია. Gerçekten მართლა საოცარია. Müthiş olmuş. ეს ნაწილის რომ გეპოვა იდეალური იქნებოდა. Anlasaymışsın. Bir şaheser olabilirmiş biliyor musun? Ben onu ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვე. Şey, მე Bora Bey. ბატონო ბორა, Ben dün gece გუშინ sizin ბევრი რამ başınıza გითხარით. bayağı bir dert ვიცი. açtım, biliyorum. რაც არ უნდა Yani ne მითხრათ, deseniz მართალი haklısınız, ხართ. Gerçekten çok üzgünüm. Doktor bana kazada... ექიმმა თქვა რომ შეიძლება თავის ტკივილები გქონოდა, მაგრამ არ უთქვამს, ასე თუ შეიცვლებოდი. ხო არა? Ya değil mi? Olabiliyor. თქვენც ასე Demek ki benim de ფიქრობთ? başıma ilk defa geldi. ასეთი Ben რამ de მეც tam პირველად დამემართა. bilmiyorum. არც კი ვიცი რა გითხრათ. Okudunuz? წაიკითხეთ ჩემი CV. მე ადა ტუზონი ვარ. 1995 წელს დავიბადე. დავამთავრა ფილოლოგიის ფაკულტეტი სტამბოლის უნივერსიტეტში. Bekarım. გასათხოვარი ვარ. Bayağı არავინ bekarım. მყავს. რომელი ქალაქიდან ხართ? Hayır ona göre... აქედან გამომდინარე გეტყვით მომწონხართ თუ არა, კარგი? Olur mu? Güzel mi? Espriler. ხომრობა şakalar მიყვარს. böyle havada uçuşuyor. ადამიანში იუმორს İyi ვაფასებ. başladık. Bora კარგად Bey. დაიწყეთ ბატონო ბორა. ძალიან გამაცინეთ, მართლა. Bora Bey. ბატონო ბორა, Ben kendi რაც თავი bilimleri მახსოვს yazıyorum. წერ. Yazdığım ეს ჩემი yazılardan bir ნამუშევარია. tanesi. Şöyle verirsem. Daha önce არ არის საჭირო, რადგან გამოცდილება არ გაქვთ, შეგიძლიათ წახვიდეთ და ბედის სხვაგან სცადოთ. Herkesin istediği ზოგჯერ işi ყველაფერი çalışmak ისე არ ხდება როგორც გვინდა. pek mümkün olmuyor სამწუხაროდ, maalesef. მაგრამ საიდანღაც უნდა დაიწყოს ama bir yerden de ადამიანმა. başlamak gerekiyor ასე diye არ ფიქრობთ? düşünüyorum. მოიწე. Gerçekten. მართლა გონია რომ გუშინდელის მერე სამსახურში აგიყვან? Bora ბატონო Bey, ბორა, yani dün გუშინ akşam ღამე მე ben çok kötü bir 45 bin. 45000. ხელფასი, ხო, ხელფასი. დაზღვევაც. ყველაფერი გექნება. თანახმახარ? çok iyi. რა თქმა უნდა, Ama ver. ჩემი მანქანის ზიანისთვის ანაზღაურება მოგიწევს. 45 bin. 45000. Ya. ხო, Ha, öyle. მართლა? Güzel para. ბევრია. 45 bin. 45000? Bora Bey, ბატონო ბორა, size hemen თქვენთან şöyle ერთი bir fikirle შემოთავაზება gelmek მაქვს. isterim. Hemen heyecanla ამიტომაც size ზედმეტი aktaracağım. ლაპარაკის გარეშე საქმეზე გადავალ. ბატონო ბორა, Şimdi თქვენ თუ siz სამსახურში de işe ამეყვანთ, alın. Ben size ყოველთვე her ay ჩამომაჭერით maaşımdan ხელფასიდან tıkır ბალი. tıkır tıkır რა ödeyeyim სიტყვით? bakalım. Ha? Benden paranız ვალში kalmaz დარჩენა Bora არ Bey. მიყვარს. Hepim fidan biliyor. ყველა მიცნობს Tanıştırın რაიონში. mahalleye. შეგიძლიათ გაიკითხოთ. Ama sizin hiç რატომ არ profesyonel მაძლევთ değerlendirmiyorsunuz შანსს? ki böyle olmaz. ასე არ შეიძლება. Bir daha ben თავიდან geleyim, შემოვალ და დავიწყოთ. ცდილო პროფესიულად მიუდგე, მაგრამ ჯამბაზივით იქცევი და მეჭირს. თან პრინციპულად არ მუშაობ ასეთ ხალხთან, რომლებსაც გრძნობები მართავენ. შეგიძლიათ წახვიდეთ. საიდანაც მოხვედით, იქ წაბზანდით. Geldiğiniz gibi gidebilirsiniz. Buyurun.
Bora Bey. Batono Bora, ჯერ წაიკითხეთ და გავა. Gerçekten bu sefer çıkıp gideceğim. Okumayacağım. არ წავიკითხავ. წაიკითხეთ ბატონო Bora, გთხოვთ. Okumayacağım. არ წავიკითხავ და მიბრძანდით. ასეთი რთულია ერთი გვერდის წაკითხვა. Bu kadar zor olmamalı. და გავიწყდათ რომ სამსახურიდან თქვენს გამოგამაგდეს. Sizin yüzünüzden შიამ წყურია, სახლი არ მაქვს, კეთილი საქმე გააკეთეთ რა. Açıktaysa გთხოვთ. ekmeğimi პურის ფული მჭირდება ბატონო Bora. Ekmek parası. შია, Bora Bey. Açız. Hafıza. მეხსიერება. რა? İnsan ადამიანის მეხსიერება საოცარი რამე არა. Böyle bazı რაღაც რომ insanlar bir ხდება, şeyler yaşarlar. ყველაფერს თავის გონებაში ალაგებენ და საკუთარ ვარიანტს აჯერებენ ხალხს. Bu yetmiş ვერ yıl მივხვდი? arasındakine de აგ inanmaya იხსნე. çalışıyorlar. Anlamadın. იცი რა? Açıklayayım. თუ სწორად არ მახსოვს, Eğer ben Şemiş yanlış sonra. yapıyorsam lütfen beni düzelt, tamam mı? კარგი? Sen dün bana. შენ შემისწორე. რატომ არ ვირა შენი საქმეა? ვინ თქვა ჩემი დაცვა? საზიზღარი მაჩო. ნაძირალა გაუზრდელია სერ მითხარი? Doğru muyum? სწორად მახსოვს ხო? Doğrudur. დიახ. Doğru. Çıkabilirsin. შეგიძლია წახვიდე. Tamam okuyun. კარგი, ben წაიკითხეთ და წავალ. Güvenli yer. დაცვას ბურეკავ. Ama ben çıkayım. კარგი, გავდივარ. Sanki ne dedi? თითქოს რამე საოცრებას ვითხოვდე. Bora Bey. ბატონო, sizin თქვენ canınız გაბრაზებული 35 ხართ და ამიტომ არ კითხულობთ, მაგრამ მე წავიკითხავ. არ წაიკითხა. Aa çok özür dilerim. მაპატიეთ დაგწვით, ყინულს მოვიტან. ჯანდაბა როგორ დამღალე რას გადამეკიდე. არა, რა გინდა რატომ გადამეკიდე თავი დამანებე. დაგეხმარებით. გადი აქედან. გაჩერდი და შემომხედე. Şey. Bak. მისმენე? Dünden beri seni უშინდელის მერე შენს გამო რა აღარ მომივიდა. ძალიან დამღალე. შეგიძლია წახვიდე. ბატონო Bora, გადი აქედან. გადი, კომპანიიდანაც წადი. ვერ გიყურებ. რატომ? მაბრმავებ. Teşekkür ederim. მადლობა. აქამდე ასეთი რამ არ მიგრძნია. ალბათ იმიტომ რომ შენანაირი ქალი არასდროს არ მინახავს. Ya işte ხო, წარმომიდგენია. hayat. ხო, იცი, ტელეფონი დამრჩა მაგიდაზე. შენ წადი და მე დაგეწერე. კარგი. მოდი აქ. Rüzgar. როზგარ? Kızım ne yapıyorsun? გოგო აქ რას აკეთებ? Rüzgar ben. როზგარ özür ბოდიში. dilerim. Dün გუშინ akşam ძალიან sana უხეშად WhatsApp-თან მოგეკეცი. Gel böyle მოდი güzel დავსხდეთ oturup და konuşalım. ვისაუბროთ, Ne რა dersin? სიტყვი? და ყველაფერი დამთავრდა, რატომ არ გესმის მორჩა. დამთავრდა. Sen beni ამ o kadar ქალის გამო üzme, მიმატოვე? gerçekten. Ha? Ya, ben მე ჩემი ძლიან yapacağım. მაკიაჟი გავიკეთო. Ben de güzel ლამაზად güzel ჩავიცვა. giyinip, topuklu კუსლიანებით çorap ვიარო. giyinip bundan. ადა თავს რატომ იტყუებ? შენ ასეთი ხარ, გეყოფა შენ ვერ შეიცვლები. შენ ასეთი ხარ. არ ვამბობ რომ ეს ცოდია, მაგრამ როგორც ქალს, ისევე ერასწროს ვერ შემოგხედავ. ყველაფერი დამთავრდა. შევიცვლები. მართლა, პირდები რომ ისეთი გავხდები, როგორიც გინდა. Hadi gel. გთხოვ ერთი შანსი მომეცი. Bana bir şans ver hadi. ადა, საკუთარ თავსაც აწვალებ და მეც. ახლა სამსახურში ვარ. მიდი, ახლა სახლში წადი. საღამოს მოვალ და მერე ვილაპარაკოთ. Gelecek misin? მართლა მოხვალ? ხო, მაგრამ მხოლოდ სალაპარაკოთ. კარგი? Tamam akşam. მაშინ საღამომდე. ღმერთო ჩემო. Ben მე burada აქ işe ვიმუშავებ, girdim. როზგარ. Görürsün აი sen. ნახავ, აქ ვიმუშავებ. Burada çalışacağım. O süs გავანადგურებ იმ sana ქალსაც burayı და შენც vereceğim. დაგანახებ რა კარგი ვარ. Göreceksin sen. ყველგან Baktığın მხოლოდ her მე yerde დამინახავ. Beni göreceksin. მიდი გოგო. Hadi kızım. მიდი ადა. Hadi ada göreyim შენ seni. ამას შეძლებ. Hadi yürü ya. მიდი. Hadi kızım. Bıktım ya. დავიღალე. Gerçekten. აღარ შემიძლია. Gerçekten. უკვე ყელში ამოვიდა. Dün yetmedi. თითქოს გუშინდელი არ აყო დღევანდელი დღეს გამეფუჭა. Bıktım. Gömlek რამდენი პერანგი უნდა გავაფუჭო? Senin ne işin აქ რას აკეთებ? Çıkar mısın lütfen? შეგიძლია გახვიდე. მორჩა. Okuyacağım. 2 წუთი. მალე ვიზამ. Kısacık. Baht
ბედნიერების თამაში. ახლა ყველა ამბობს, რომ სიყვარულის არ ჯერა. კაცები ქალებივით თამაშობენ, რადგან ისინი სიყვარულის ძებნას არ წყვეტენ. ამ გრძნობის მაინც ჯერათ ყველაფრის მიუხედავად. არა შენიათ სიყვარულისთვის ბრძოლის. სიყვარული პირველ სირთულეზე გაქცევა არ არის. სიყვარული ერთი მიმართულებით ყურებაა. რადგან როცა ეს ირღვევა, ქაოსიც სწორედ მაშინ იწყება. შეიძლება რომ ვნახო. დიახ, რა თქმა უნდა. არ ვიცი რა პრობლემა გაქვს და არც მაინტერესებს. ჩემი კომპანია რომც გაკოტრდეს ამის გამო მაინც არა გიყვანს სამსახურში. ბატონო ბორა, თუ კიდევ ერთხელ განახავ ასეთი თავაზიანი აღარ ვიქნები. ეს გამომართვი შენ. მოკლედ წავედი და იმ გოგონასთან მივახშმე. იცი რა, ყველაფერი კარგად მიდიოდა. მე კი მთხოვა სასტუმროში დამტოვეო, მერე ასეც მოვიქეცი დავტოვე. მოკლედ სასტუმროსთან რომ მივიყვანე, მითხრა მადლობაო. მე კი სახლში წავედი და კარგად გამოვიძინე. რა იყო ძმაო? გეყოფა რა? გეყოფა, არაფერი არ მითხრა. იცოდე, აღარაფერს მოგიყვები, თუ დაცინვას აპირებ, აღარაფერს აღარ გეტყვი. რა ვქნა, შენნაირი იღბლიანი არ ვარ, ქალებს არ მოწონვარ. მე ქალებს არ უყვარვარ. სწორედ ამიტომ ვერ ხვდები. რას ვერ ხვდები, მიდი აბა ამიხსენი. კარგად მომისმენე. მოკლედ, სიყვარული მხოლოდ ზღაპრების სიგნებში არსებობს. ამიტომაც დაივიწყე. ბედნიერი არავინ არის, არც ქალი და არც კაცი. თუ გულწრფელები იქნებიან, პირველივე შეხვედრაზე ითქვიან ერთმანეთისგან რა უნდათ. მაგრამ ამდენი სიმამაცე არ აქვს. ბიძაშვილო, შენ გულსიობა რატომ შემოგეჩვია? შენმა წინა ურთიერთობა მასლისთან ალი გეყოფა. კარგი? კარგი, აკრძალულ თემას არ ვეხებით, გასაგებია და ბოდიში. მისმინე ბიძაშვილო, გავიგე რომ ერთ გოგოს ძალიან უნდა აქვს სამსახურის დაწყება. რა ხდება? რა არის? რა? იცი ვინ არის ეს გოგო, ვინ? უშინდელი გოგო. უშინდელი გოგო? უგითხარი დავეჯახე და მე საავადმყოფოში წავიყვანე მეთქი. ყველაფერი გასაგებია. მანქანით რომ დაეჯახე, გასაგებია, უკვე ავაწყე. რა აწყე? ყველაფერი. ხო, მაგრამ რა? ყველაფერი მეთქი. მანქანით დაარტყი, მასაც შეუყვარდი, უნგეუბნები იღბლიანი ხარ მეთქი ძმაო. რაც არ უნდა გააკეთო, ქალებს მაინც მოსწონ ხარ. ეგ რა შუაშია? მე რომ დავჯახებოდი, მიჩივებდნენ. საავადმყოფოში წავიყვანე. ბატონო ბორა, ეს უნდა ნახოთ, მნიშვნელოვანია. კაცი პოლიგამიური არსებაა, ერთი ქალისთვის არ არის. ჯანდაბა. ეს რა არის? ეს ვიდეო ვინ გადაიღო? ეს რა ჯანდაბაა? თუ ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც მინდა, შემეძლია დავსაჯო. ბოლოს და ბოლოს ზალადობა ჩემი ხასიათის ნაწილია. ეს ხომ ასეა? ნაძირალა, ჩემი გრძნობებით ითამაშე. ეს მონტაჟია. აუხსენე რომ უბრალოდ ვთამაშობდი და როლი ახალი რეპორტაჟისთვის მოვირგე. ჩემი სიტყვები ამოჭრეს და ისე დაამონტაჟეს, თითქოს ვემუქრებოდი. რა? ო, ვიღაცამ სპეციალურად გადაიღო ვიდეო. შემთხვევითი კადრი არ არის. ბორა, კარგად ხარ? ვერ ხვდები რა ხდება, ჩვენი გამომწერების რიცხვი ყოველ წამს კლებულობს. შეგიძლია გახვიდე. ვინ იცოდა რომ რესტორანში მივდიოდი? ეს რას ნიშნავს? ვიდეო იმისთვის გადაიღეს რომ ჩემი რეპუტაცია შეელახათ. ვინ იცოდა რომ რესტორანში ვიყავი? კარგი ბიძაშვილო, მშვიდად რას ამბობ? ალი.
ვიღაცამ გაიგო, რომ რესტორანში ვიყავი. ჩემი გეგმა იცოდა და გადამიღო კიდეს. მის სიტყვებში ჩანს მოძალადე ხასიათი და ქალების ჩაგვრა, ამიტომაც ჩვენ ბოიკოტს უცხადებთ ამ პორტალს. ახლა რა ვქნათ? ალბათ გაკოტრდება. ხო, ისედაც ნათელია რა მოხდება. გვითხარი რა სხედავ? დავიღუპეთ. ორმოში დავიმარხებით ცოცხლად. ნეტავ ხელფას მაინც თუ ავიღებთ ამ თვეში? ხო, აიღებ, მაგრამ მე თავს უნდა ვუშველოთ. კარტი არ იტყუება. სისხლი, ოფლი, სრემლი და შურის ზება. რა შუაშია შურის ზება და ოფისის გაკოტრება? საკმარისია თავი მომაბეზრეთ და იშალეთ და ნეგატიურ ენერგიას ნუ მაფრქვევთ. შენ შეგიძლია დარჩე. რას ნიშნავს კონტრაქტი დაირღვა? ყველაფერი კარგად არ იყო? გასაგებია, დიახ ბატონო ფიქრეთ. მაგრამ მე მეგონა, რომ მხოლოდ კარგ დღეებში კი არა, რთულ პერიოდშიც ერთმანეთის გვერდით უნდა ყოფილიყავით. წარმატებები, მადლობა. იდიოტი. რა გითხრა?